ერთმა ბატონმა თავის მონებს დაურიგა სხვადასხვა რაოდენობის მონეტები. ზოგს 5 მონეტა მისცა. აი წარმოიდგინეთ, რომ 5 ოქროს მონეტა მიეცა. ზოგს 2 მისცა, ზოგს 1. მაგრამ ყველას რაღაცა რაოდენობა მისცა, არავინ არ დაუტოვებია ისე, რომ არაფერი არ მიეცა. ზოგს 5, ზოგს 2, ზოგს 1. და უთხრა, იშრომეთო და თვითონ წავიდა შორს მოგზაურობაში. იშრომეთ და რო დაუბრუნდები, გამრავლებული დამახვედრეთ. ეხლა რა მოხდა? ვინც 5 მიიღო, წავიდა იშრომა, გაამრავლა და ისევ 5 დაამატა და 10 დაახვედრა. ვინც 2 მიიღო, მან 4 დაახვედრა რომ იშრომა და ვინც 1 მიიღო, ის წავიდა, მიწა ამოთხარა და მიწაში ჩადო ეს მონეტა. მიწა დააყარა. ახლა ბატონი დაბრუნდა, გავიდა დრო და ბატონი დაბრუნდა. ვინც 5 მიიღო, მან ხო 10 დაახვედრა. ვინც 2 მიიღო, მან 4 დაახვედრა და ამ ორივეს ბატონმა უთხრა, რომ შენო კეთილი და სანდო მონახარო. და რადგან მცირეში ერთგული იყავიო, უფრო მეტ მოგანდობ შენ. და ვინც 1 მიიღო, იმან უთხრა, რომ მე ვიცოდიო, რომ შენო სასტიკი კაცი ხარ. და იქ ვცდილობ მოაგროო, სადაც არაფერი დაგიბნევიაო და იქ ვცდილობ, რომ მოიმკა, სადაც არაფერი დაგითესიაო. ამიტომ შემეშინდაო, წავედიო, შენი მონეტა მიწაში დამარხეო. ეხლა ამოვიღე და აი შენიო შენთან მოვიტანეო. და ბატონმა თქვა, რომ მაგას ჩამოართვით ეგ მონეტაო და მიეცით იმას, ვისაც 10 აქვს. და მერე ბოლოს ასეთი სიტყვები თქვა, რადგან ვისაც აქვს, იმას უფრო მიემატებ, ანუ ვინც იშრომა და გაამრავლა. და ვისაც არ აქვს და ვისაც გონია რომ აქვს, ისიც წაერთმევა. ეხლა გაუგებარი რო არ იყოს, მოდი ჩვენზე ვთქვათ, რას ნიშნავს ეგ? ის ბატონი, რომელმაც მონეტები დაურიგა ადამიანებს, თავის მსახურებს, განასახიერებს უფალს, ღმერთს განასახიერებს. ის მსახურები ვართ ჩვენ, ადამიანები. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, ის მონეტები რა შეიძლება იყოს? კიდე? მოდი აბა ვიმსჯელოთ, აი ჩვენი აზრით. თქვენ ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ შეიძლება რამე მცდარა თქვათ. აქ გამოცდა არ არის. ვისაუბროთ, აბა კუდრაჭა, შენ რა სიტყვა? სიცოცხლე კიდევ რა შეიძლება იყოს? სიყვარული კიდევ? ვაჟკაცო, გოგონა, აბა სიკეთე, შენ რა სიტყვა? შენ რა სიტყვა? კეთილი საქმეები შენ? არა, უკან ვიჭიროთ. კეთილი საქმეები კიდევ რა შეიძლება იყოს? რა დაურიგა ღმერთმა ადამიანს? მეგობრობა კიდევ? ერთიანობა. შენ? ძლიერი მუშაობა. ქრისტიანობა. შენ რა? სიყვარული. რა თქვი? ერთგულება. სილამაზე. გაბედნიერება. აბა? სიხარული. მოდი ახლა ვთქვათ, რა მისცა ღმერთმა ადამიანებს. აბა შენ რა სიტყვათ? რწმენა. ეხლა ნახეთ. ზრუნვალობა. ჩვენ ხო ვთქვით, რომ ღმერთმა ყველას მისცა ეს. ჩვენ თავიდან რითი დავიწყეთ საუბარი, რომ ზოგი ფიქრობს, რომ არაფერი არ გამომდისო, ხო მართალია? ნახეთ შესაძლებლობები. ნახეთ ღმერთმა თითოეულ ადამიანს მისცა რაღაცის კეთების უნარი. ნიჭი. გესმით, აი უნდა გეთქვა? აი ძალიან კარგი. რაღაცის კეთების ნიჭი მისცა. ანუ შენ როდესაც ამბობ, რომ მე არაფერი არ გამომდის. ეგ მცდარია, იმიტომ რომ ეთყობა შენ ჯერ ის საქმე არ მოგისინჯავს, რაც შენ უნდა გამოგივიდეს. გესმით? ანუ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ჩვენს თავს, ჩვენ რისი ნიჭი მოგცა ღმერთმა. არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომ ეს ნიჭი არ ქონდეს.
ახლა სიტყვაზე ვამბობ, ვიღაცა შეიძლება ხატვა გამოსდის კარგად. ვიღაცა სიმღერა. ახლა მე რა ვქნა? არც ხატვა არ გამომდის და არც სიმღერა. ამიტომ დავიჯდე და ვიდარდო, რომ ესე იგი მე არაფერი არ გამომდის. მე შეიძლება სხვა რამე გამომდის კარგად. ახლა სიტყვაზე ვამბობ, აი მაგალითად, ერთი ძალიან კარგი წიგნი არსებობს თევზი ხეზე. ხო კითხო. ახლა ნახეთ, აი მაიმუნი ხო ხეზე კარგად დახტის. ახლა თევზმა რა ქნას დაждდეს და დარდით მოკდეს, რომ ხეზე ვერ ავდივარო? აი მაგაშია საქმე. თევზს ხო ვერ მოსთხოვ იმას, რომ ხეზე აძრეს. მაგრამ მე სულაც არ არის თევზის ნაკლი. ანუ ვიღაცას ვისაც ხატვის ნიჭი არ მისცა ღმერთმა. სულაც არ არის დამნაშავე იმაში, რომ ვერ ხატავს. გესმით? მე სიმღერის ნიჭია, მაგრამ პიანინოზე დაკვრის ნიჭი მაქვს. კი ბატონო, მე არც სიმღერის ნიჭი მაქვს, არც პიანინოზე დაკვრის, მაგრამ მე შემიძლია მოусმინო. მაგის ნიჭი მაქვს. ჩუმა თუ იძე და მოусმინო და მე უთხრა, რომ აი, ყოჩახ რა კარგა დაუკარი მეთქი, როგორ სასიამოვნოდ უკრავ. გესმით? ყველას რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ. ოღონდ ახლა ნახეთ, ერთი პირველი შევთანხმდით, რომ ყველას აქვს თავისი ნიჭი. ბიჭებო, ხო გესმით ჩემი? ყველას აქვს თავისი რაღაცა ნიჭი. ეს ნიჭი ჩვენ უნდა ვეძებოთ ჩვენს თავში. აი რა გიყვარს? აი პატრიარქი როგორ ამბობდა ხოლმე, ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე. ერთი საქმე უნდა სცადო, მეორე, მესამე, მეოთხე. რაღაცა გამოგივა. მაგრამ თუ არ სცადე, ვერ იპოვი რა არის შენი ნიჭი. დაუშვათ ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ ყველას გვაქვს რაღაცის კეთების ნიჭი. აი ესეთი, რომელიც შეიძლება სხვას არ აქვს, მაგრამ ჩვენც გვაქვს რაღაც. ეხლა ბატონმა რა უთხრა? იშრომეთო და გაამრავლეთო, ხო თქვა? ეხლა შენ თუ შეატყე, რომ გაქვს, აი ხო ამბობ, პიანინოზე დაკვრის ნიჭი მაქვს. შენ პიანინოს კი არ უნდა დააფარო. შენ სულ ახდილი უნდა გქონდეს, სულ უნდა მეცადინეობდე. რომ განვითარდე, უნდა მოინდომო, არ უნდა დაიზარო. აი ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ჩვენ წინ გვაქვს ხოლმე, განვითარების გზაზე, ეგ არის სიზარმაცე. სიზარმაცე. ამიტომ თქვენს თავში რომ ნიჭს აღმოაჩენთ, აუცილებლად უნდა ეცადოთ, რომ გაამრავლოთ. და ამით თქვენს განვითარდებით და თქვენს გარშემო უამრავ ადამიანს სიკეთეს მოუტანთ. და ის ნიჭი, რაც ჩვენ გვაქვს, აუცილებლად ესე იგი ორ რამეში შეიძლება რომ იქნას გამოყენებული. ან ჩადგეს ღვთის სამსახურში, რომ შენი საქმით ღმერთი იდიდებოდეს და ან ჩადგება ეშმაკის სამსახურში და იმითი ბოროტი რაღაცეები გამო. ეხლა სიტყვაზე ვამბობ, ვიღაცას აქვს სიმღერის ნიჭი, ან სიმღერის დაწერის ნიჭი, ხო? მან შეიძლება ისეთი სიმღერა დაწეროს, ისეთი საგალობელი, რომ ღმერთი იდიდებოდეს და შეიძლება ისეთიც, რომ რაღაცა ბოროტი რაღაცეები იქნეს ნათქვამი. შეიძლება ვიღაცამ ისეთი რამე დაწეროს, ესა დაუშვათ აი ხატვარია დახატოს, ან ხატი შექმნას, რომ ადამიანებმა ამითი სარგებელი მიიღონ, მაგრამ შეიძლება რაიმე უზნეო დახატოს და ამითი თავისი სულიც დაიღუპოს და სხვებსაც ავნოს. გესმით? გააჩნია რაში გამოიყენებს შენ ნიჭს. ეხლა ვიღაცას მაგალითად ძალა აქვს, უფრო მეტად ფიზიკურად ის არის. ეხლა იმას თუ გამოიყენებ იმაში, რომ ვიღაცას სიმძიმეს მიატანინებ, რაღაცაში ფიზიკურად დაეხმარები, ეს ნიშნავს, რომ შენ ღვთის სამსახურში ჩააყენე შენი ძალა. მაგრამ შენ თუ ვიღაცას ცემ ამ ძალით არა, რომ მოერიე და დაჩაგრა, ეგ ნიშნავს, რომ ეშმაკს გამოადგა შენი ძალა. გესმით? ამიტომ აი ეს ორი რამეა ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი რომ აღმოაჩინო შენი ნიჭი და უნარი, რომელიც აუცილებლად გაქვს. და მეორე კიდევ, რომ ეს ნიჭი და უნარი სწორად გამოიყენო. ეხლა მე მინდა და თუ არ გამოიყენებ ამას, ესე იგი ნიშნავს, რომ შენ არ გაამრავლე და მიწაში ჩაფალე. და ის ვინც გაამრავლა, ღვთისგან ჯილდო მიიღო. და ვინც არ გაამრავლა, ისიც წაერთვა რაც ქონდა. ეხლა ეს საყვარელი გოგონა რო ამბობს, რომ ეს ნიჭი მაქვს, თუ იშრომებს და გაამრავლებს, შეიძლება დიდი პიანისტი დადგეს. კიდან,
თუ არ იშრომებს, შეიძლება წაერთოს ის ნიჭი. ესეც ღვთისგან არის, გესმით? უნდა იშრომ. ერთი ნიჭი, ანუ ჩვენ ხო ვთქვით, რა თქვი? დაგვიფასდება აუცილებლად. სხვადასხვა ერთი რაღაცა არ ვიცი, ცოტა დაღონებული ვიყავი რაღაცაზე. ხდება ხოლმე, რომ იმედგაცრუება რაღაცები ხო ხდება ხოლმე და მივედი სკოლაში და ერთი ბავშვი მეუბნება, ცოტა უნავარი ბავშვია ის. და მამაო, ესე მეუბნება, არც გვილაპარაკია რამე არაფერი, უბრალოდ შევხვდი და მეუბნება, რომ შრომა დაფასდებაო, ეხლა რა ზეჩენად. შრომა დაფასდებაო და გეგონება შენს გულში იჯდა ის ბავშვიო და რაზეც შენ ფიქრობდი და ნერვიულობდი და რაღაც იმედგაცრუება იყო, ითქოს იმის პასუხი თქვა იმ ბავშვს. და შრომა აუცილებლად დაფასდება. მეორე კიდე ნახეთ, ჩვენ ხო ვთქვით, რომ ეს არის არა მხოლოდ ნიჭი, არამედ ერთმა ბავშვმა თქვა, ეს არის შესაძლებლობები. შენ რაღაც შესაძლებლობა მოგეც. აი მაგალითად, ვიღაცას სიმდიდრე მიეცა. ესეც ისეთი რამეა, რომ სწორად უნდა გამოიყენოს. ვიღაცას ხო არ მიეცა იმდენი, ვიღაცას უფრო მეტი მიეცა. სწორად უნდა გამოიყენოს. ვიღაცამ სილამაზე თქვა, ესეც ღვთისგან მონიჭებულია. მაგრამ ჩვენ ამ სილამაზეს თუ გამოვიყენებთ მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ შეგვაქონ, აი რამდენჯერ ხდება ხოლმე სამწუხაროდ, რომ ვიღაცა მართლაც ლამაზია, მაგრამ ამას ისთვის იყენებს მხოლოდ იცით, რომ გადაუღონ და ატვირთონ სოციალურ ქსელში და თქვა, რომ აი როგორი ლამაზია და რა ამერე? როგორ? ვერაფერს ღებულობს, გარდა იმისა, რომ ის ბევრი ქება, რაც მოდის ჩვენზე, გვამაყებს, ამპარტავანს ხდის და მე იმისათვის, რომ ჩვენში ეს ამპარტავნება არ იყოს, ღმერთი იძულებულია, რომ რაღაც განსაცდელი შეგვემთხვეს, რომ ცოტა დაგვამდაბლოს. და საბოლოო ჯამში რა გამოდის? იმ ქებისგან მიყენებულ წყლულებს, სულიერ წყლულებს სჭირდება ხოლმე სამკურნალო საშუალება და ეს არის განსაცდელები. და რა გამოდის? ჩვენი სილამაზის გამო შეიძლება განსაცდელები მოვიწიოთ ჩვენს თავზე, თუ არასწორად გამოვიყენებთ. გესმით? კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რასაც დღევანდელი არა მარტო ახალგაზრდები, არამედ დიდებიც და პატარებიც, თქვენი ტოლები ძალიან ხშირად იმ მსახურივით, რომელიც მიწაში ფლავს ხოლმე იმ მონეტას, ჩვენც ხშირად ესე მიწაში ვმარხავთ. ანუ ღმერთმა რაღაცა მოგცა ჩვენ და ჩვენ აი შეიძლება ითქვას, აქ ვინც ვართ, უმეტესობა მიწაში ვმარხავთ. რა შეიძლება იყოს? უმეტესობა მიწაში ვმარხავთ ძალიან ძვირფას რაღაც, აბა? ხო და აი რა არის, რასაც არ ვიყენებთ სწორად და მიწაში ვმარხავთ. ოქრო, კიდე რას თქვა? ნიჭი. ხო და აი რა, ნიჭზე ვილაპარაკეთ. რაღაცის შესაძლებლობა, აბა? ვერცხლი. სწავლის შესაძლებლობაც, კი ბატონო. ანუ თან ეგ ისეთი რაღაცა, ოქრო ხო შეიძლება დაკარგო და კვლავ მოიპოვო. ეგრეც არის ნიჭი. დაუშვათ, მეგობარი შეიძლება დაკარგო და რაღაცა აწყენო და შენდობას თხოვო და კვლავ დაბრუნდება მეგობრობა. შეიძლება ვიღაცის განწყობა დაკარგო და მერე კვლავ მოიპოვო. მაგრამ ის რაზეც ახლა მე ვლაპარაკობ, ის თუ დაკარგე, იმას ვეღარ მოიპოვებ. რა არის? რას? დრო. აი ძალიან მნიშვნელოვანი რამე. აი ახლა მაგალითისთვის ვიტყვი. დღეს არის 29 მაისი, ხო? 29 მაისი, აი 2-ს უკლია 20 წუთი. 2026 წლის 29 მაისი, 2-ს 20 უკლია, ეს დრო ხო აღარასოდეს აღარ დაბრუნდება. მორჩა. ეს ერთხელ არის ჩვენს არსებობის განმავლობაში და მორჩა. გესმით? აი ნებისმიერი წუთი თუ წამი როგორ გამოიყენებ ამას? ეს არის ღვთისგან მონიჭებული დრო, ნიჭი და ის ტალანტი, ეს დრო. ეს შემთხვევით კი არა და უნდა მოვასწრო. აი წარმოიდგინეთ ახლა ესეთი რაღაც.
დავუშვათ ახლა თქვენ მე ვიცი რომ ზოგიერთი შეიძლება ფეხბურთზე დადიხართ, ხო? ნუ ჭიდაობაზე თუ კალათბურთზე თუ სხვა. წარმოიდგინეთ ასეთი რაღაც. დავუშვათ. ნუ თქვენ ხო იცით რომ თამაში გრძელდება 90 წუთი. და ოღონდ წარმოიდგინეთ ახალი წესი რო შემოიღონ ახლა. როდის მორჩება თამაში რომ არ იცოდე. ანუ კი დაიწყო თამაში, მაგრამ საჯი როდის ჩაუშვა სასტონში და როდის დამთავრდება, არავინ არ იცის. და 1-0 აგებს შენი გუნდი. ეხლა იქ ტყუილად დასაკარგი დრო გექნება? აბა რა უნდა გააკეთო? უნდა იჩქარო, უნდა შეუტიო, უნდა გაათანაბრო და მერე გაიმარჯვო, ხო მართალია და იქ ტყუილა რომ ბურთი აგორონ თავის მოედანზე, მაგის დრო ხო არ ექნება. არამედ უნდა შეუტიონ და ერთი წამიც კი დასაკარგი არ არის. აი ესეა ჩვენი ცხოვრება. შენ რამდენი დრო მოგეცა არ იცი. ამიტომ იქ დასაკარგი დრო არ აქვს. უნდა აკეთო შენი საქმე გულმოდგინედ. ეხლა ჩვენ ძირითადად რაში ვკარგავთ ამ დროს? ხო და აი ნახე რამდენი დრო იკარგება მე მაგ ტელეფონებში გესმით? კი ბატონო, ბევრ რამეში. აი ზუსტად ეგაა რომ დავუშვათ მე რომ ტელეფონში ვატარებ 2 და 3 საათს ამ დროს სხვა ვინც იგივე საქმეს აკეთებს, მე რასაც ვაკეთებ, შრომობს, ვითარდება. ვიღაცა წიგნს კითხულობს, ამაში ვითარდება, ვიღაც პიანინოზე უკრავს, ვიღაც ხატავს, ვიღაც ფეხბურთს თამაშობს, ჭიდაობს და მე ხა მასთან შედარებით ხო ბევრად უფრო დაბალ დონეზე ვიდგები, რომელმაც დრო ტყუილად დავკარგე. გესმიდა? აი ამ ტელეფონებში დროის ტყუილად კარგას თქვენ უნდა შეხედოთ ისე როგორც ეს არის თქვენი ოცნებების ასრულების გზაზე ძალიან დიდი დაბრკოლება. თქვენ ტელეფონებში თამაშს თუ მოანდომებთ დიდ დროს, რაც უფრო დიდ დროს მოანდომებთ, მით უფრო ნაკლებად ასრულდება თქვენი საომავლო ოცნებები. თვალებსაც გიფუჭეთ. ო, კიდე რო აზიანებს, არა მარტო თვალებს, ფსიქიკას აზიანებს. კი. ისე რომ აი რო შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, თქვენ გაქვთ ღვთისგან მონიჭებული ნიჭით და შესაძლებლობაც და თქვენ თუ გაამრავლებთ, ამით შეგიძლიათ რომ ბედნიერი იყოთ. და თუ ამის გამრავლებაზე არ იფიქრებთ, ის შეიძლება წაგერთვათ კიდეც. მაშინ. ისე რომ მეგისურვებთ რომ გაამრავლოთ თქვენზე მონდობილი ნიჭი, ღვთისგან მობარებული. როგორ უნდა გავხდეთ მამაოებიო? როგორ და ჯერ სანამ ამაზე ვიფიქრებ, ჯერ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ როგორ უნდა გავხდეთ ქრისტიანები? როგორ ვიცხოვროთ ქრისტიანულად? ქრისტეს მივბაძოთ, გესმით? ვეცადოთ, რომ ქრისტეს მივბაძოთ. მეც ვცდილობ, თქვენც უნდა ეცადოთ, ვისაც ქრისტიანობა სურს, ქრისტეს უნდა მიბაძოს. ქრისტეს მცნებებით უნდა იცხოვროს. ქრისტეს თვისებები უნდა შეიძინოს. და ეს იცით როდის მოხდება? როდესაც ადამიანი სულს განიწმენს ხშირი აღსარებით, ზიარებით, ჩვენში ქრისტე გამოჩნდება. აი მაგალითად, ჩვენ რომ სარკე გქონდეს, დასრული სარკე რო იყოს, ჩვენ რომ ჩავიხედებით, ხომ არ გამოჩნდებით. იქ ჩვენ იმდენად გამოჩნდებით, რამდენადაც გავასუფთავებთ ამ სარკეს. და ჩვენში კიდევ ქრისტე უნდა გამოჩნდეს. ჩვენ სულსა და გულს რაც უფრო განვიწმეთ აღსარებით, ლოცვით, მარხვით, ზიარებით, ჩვენში ქრისტე გამოჩნდება, მისი თვისებები გამოჩნდება და თუ ადრე ვიყავით შურიანი, ახლა მოსიყვარულეები გავხდებით. თუ ადრე ამპარტავანი ვიყავით, რომ გვეგონა ჩვენ ყველაზე კარგი ვარ და სხვები არ ვარ, მერე თამდაბლები გავხდებით, გესმით? თუ ძუნწები ვიყავით, მერე მოწყალეები გავხდებით და ასე შემდეგ. შევიცვლებით. ო, ეკლესია ხო არის, აქაც ხო ხაშურში ეკლესიების მეტი რა არის.
შეგიძლიათ მიხვიდეთ. რამდენი ნათლია უნდა ყავდეს ბავშვზე? ბავშვებო, არსებობს სინოდალური დადგენილება. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის დადგენილება არის ასეთი, რომ ბავშვს უნდა ყავდეს 1 ან 2 ნათლი. თუ 1 ნათლია იქნება, ან ეს შენ შეიძლება მანამდე ხარ მონათლული. ასეთი დადგენილება არის ახალი. 1 ნათლია უნდა ყავდეს, თუ ბიჭია, ბიჭი უნდა ყავდეს, გოგონას გოგონა. თუ დაუშვათ 2 იქნება ნათლია, 1 უნდა ბიჭი იყოს, 1 უნდა გოგონა იყოს. ეს არის ახალი, დაახლოებით 1 წლის წინ თუ არა ვცდები, ეს დადგენილება იქნა მიღებული. ვინც მანამდე ხართ მონათლული, შეიძლება გყავთ 3 და უფრო მეტი ნათლი. კი ბატონო. როგორ გავხდეთ უკეთესი ადამიანია? რაც თქვენ თავში არ მოგწონთ, ეცადეთ რომ აღსარების გზით ეს ცუდი თვისებები გამოდევნოთ თქვენგან და გახდებით უკეთესი ადამიანები. ვიცით რომ უფალი იესო ქრისტე 33 წლისა ავიდა ჯვარზე. ისიც ვიცით რომ ქართული ანბანი შედგება 33 ასოსგან. მაინტერესებს ხომ არაფერი კავშირია თუ უბრალო დამთხევა. თანამედროვე ქართული ანბანი კი ბატონო 33 ასოა. მაგრამ ის ანბანი რაც ნუსხა ხუთსურია, იქ 38 ასოა. ის 5 ასო ძირითადად ხმარებაში, მხედრულ ანბანში აღარ არის. თუმცა ნუსხა ხუთსურ და ასომთავრულ ანბანებში ის არის ქართული უფრო ძველი ანბანი, იქ არის 38 ასო. და 38 იყო ძველად. რატომ გაცვიათ მამაოებს და დედაებს შავი ტანსაცმელი? ეს ჩვენი სამოსია ბავშვი. ჩვენი სამოსია ასეთი. ვერ გეტყვით საიდან იღებს ეს კონკრეტულად სათავეს, თუმცა არსებობს ერთი ასეთი ცნობა, შემთხვევა ასეთი, რომ მე-4 საუკუნეში ცხოვრობდა წმინდა პახუმი დიდი, რომელიც არის ერთ-ერთი ფუძემდებელი მონასტრული ცხოვრებისა და მას გამოეცხადა ანგელოზი. და აი წარმოიდგინეთ, რომ აი რაღაცა არსებობდეს ასეთი დიდი ფირფიტა, ვერცხლის ფირფიტა და ამაზე იყო დაწერილი ტიპიკონი, ანუ წესგანგება მონასტერში ბერებს როგორ უნდა ჩაეცოთ, როგორ უნდა ელოცათ, როგორ დაეძინათ, როგორ ეჭამათ საკვები თუ სხვა. შეიძლება იქიდანაც მომდინარეობდეს. რას ნიშნავს მეგობრობა? თქვენი აზრით? რას ნიშნავს მეგობრობა? ერთგულებას, ერთგულებას, უღალატობას, სიყვარულს. სიკეთეს? რა არის სიკეთეო? მე მგონი თანმიმდევრულად მიდის ეს შეკითხვები. ახლა სიკეთეზეა ლაპარაკი. რა არის სიკეთე? სხვათა შორის ამას წინათ უსმენდი. ესე იგი, აი ცოტა გავიხსენო რა კარგად ამბობდა ის კაცი, ესე იგი, კახი კავსაძე ხო გაგონიათ. ეხა პატარებს იმდენად არა, ეს დიდი არტისტი იყო, დიდი მსახიობი იყო და ძალიან ძვირფასი კაცი კახი კავსაძე ბევრ ქართულ ფილმში აქვს მას მონაწილეობა მიღებული და ასეთი გადაცემა იყო რაღაცა 60 კითხვა თუ არა ვცდები იქ ამბობდა რა არისო სიკეთეო და ახლა თუ გავიხსენე ვიტყვი სიკეთე არისო აი ვინმე რომ სიკეთეს გაგიკეთებსო და შენ რომ ამას დაინახავ აი გარიო სიკეთეო ან ვინმე რომ დაგეხმარება და შენ ამ დახმარებას რომ დაინახავ თუ არა ვცდები ეს რაღაც ამბობდა სიკეთე არის ყველაფერი ის ბავშვებო რაც შენ გინდა რომ გაგიკეთოს სხვამ და შენ რო იმას გაუკეთებ სხვა ადამიანს და რაც შენ არ გინდა რომ გაგიკეთოს ვინმე და შენ გაუკეთებ ეგ ბოროტება ანუ შენ ხო არ გინდა რომ დაგცინოს და შენ თუ დაცინებ ეგ ბოროტება შენ თუ გინდა რომ განუგეშოს და ფეხზე წამოგაყენოს და შენ იგივეს გააკეთებ სხვისთვის ეგ სიკეთე რას ნიშნავს მიტევება მიტევება ნიშნავს რომ
შენს გულში აპატიო ადამიანს ის რაც მან დააშავა. ახლა დაუშვათ ჩვენ ვიტყვით რომ ესე იგი ის არ ნანობს თავის შეცდომას რაც დააშავა. მაგრამ შენს გულში მაინც უნდა აპატიო. იმიტომ რომ დაუშვათ აი რამე აყროლებული ნივთი რო იყოს და შენ რო ჯიბეში ჩაი გულის ჯიბეში ჩაიდო. ვის შეაწუხებს ეგ? ისა მე არ შემაწუხებს, ისა მე რო ვიღაცის წყენა მაქვს გულში ჩადებული, პირველ რიგში ვის აწუხებს ეს? მე მაწუხებს. ამიტომ შენ გულში უნდა აპატიო. მაგრამ და ისიც თუ ითხოვს შენდობას, მე იმასაც უთხრა რომ პატიობ. რამდენი წელია რაც ასეთ შეხვედრებს მართავთ ბავშვებთან და არის თუ არა სიზარმაცე ცოდვაო. სიზარმაცე ცოდვაა. სიზარმაცე ცოდვაა და ადამიანს აზიარებს. და შეხვედრებს რაც შეეხება, ნუ თავის დიაკონი ვიყავი, როდესაც ასეთ შეხვედრებს მართავდით ხოლმე სკოლაში და დაახლოებით ალბათ 13-14 წელი. ზოგი დაბადებულიც არ იყავით, აბა რამდენი წლის ხარ? 9 წლის ახლა ხო. ზოგი შეკითხვა მეორდება და აღარ ვკითხულობ ბავშვები. რა არის ყველაზე დიდი სიკეთეო? ყველაზე დიდი სიკეთე და ყოველგვარი სიკეთის წყარო არის ღმერთი. და ღვთისგან ნამცნებს და ღვთის სიტყვას თუ ადამიანი ეცდება შეასრულოს, აი არის ყველაზე დიდი სიკეთე. და ამ სიკეთეთა შორის ყველაზე დიდი არის სიყვარული. და სიყვარული თავად არის ღმერთი. წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა ასე თქვა, ღმერთი სიყვარული არის. რატომ გადაწყვიტეთ სასულიერო გზა აგერჩიათო? მე ჯერ გადავწყვიტე ის რომ მორწმუნა ანუ რწმენით მეცხოვრე. აი ადამიანი ხო სულისგან და ხორცისგან შედგება. ჩვენ ყველას გვაქვს აი ამ ლამაზ გოგონას აქვს თავისი სული, ხო? ხორციელად ლამაზი, შეიძლება სულიერად კიდევ უფრო ლამაზია, მე ახლა ხო არ ვიცნობ. ადამიანს აქვს სული და სხეული. მე მინდოდა რომ სულიერადაც და ხორციელადაც ჯანმრთელად ყოფილიყო. ფიზიკურადაც ვარჯიშობდი ხოლმე და სულიერადაც ტაძარში დავდიოდი და ამას ვცდილობდი. მე ყველაფერი ნენელა თავისით ისე მოხდა როგორც ღმერთმა ინება. როგორ უნდა მოვიშო რომ შიში თუ მაქვსა? იცი რა არის? თუ ადამიანი ღმერთს მიენდობა, იმას აღარ შეეშინდება. თუ ადამიანი მშობელთან ერთად არის, ხო უფრო ნაკლებად ეშინია, ვიდრე მარტო როა. და თუ ადამიანი ღმერთთან ერთად არის, არ ეშინია და მარტო თუა, მაშინ ეშინია. აი ღამე რომ მიდიხარ სიბნელეში და დავუშვათ გეშინია, იქ შეიძლება რაღაცა საფრთხე არსებობს, იქ შეიძლება საშიშროება რომ ძაღლი გამოგეკიდოს და გეშინია, ვაიმე ახლა აქ რა გაივლის. მაგრამ უცბად გამოჩნდა შენი მეგობარი ამ სიბნელეში და უკვე ერთად რო ხართ, უკვე აღარ გეშინია იმდენად, ხო? ეხლა თუ ვინმე უფროსი ადამიანი გამოჩნდა, კიდევ უფრო შიში იკლებს. ეხლა წარმოიდგინე, ღმერთზე თუ გაქვს ხელი ჩაკიდებული, რომელმაც ეს სამყარო შექმნა, იქ კიდევ უფრო მეტად მამაცი ხარ და არ გეშინია. ისე რომ ჩვენ ვეცადოთ ღმერთთან ახლოს ვიყოთ და ეს შიშები ნელ-ნელა გაქრება, რა. მე როცა დახსნახავ მასში ვიძოს. ხო. მაინტერესებს შეიძლება რომ დავიხატო ქურდული ვარსკვლავის სხეულზეო? არ უნდა დაიხატოთ ბავშვები. არ უნდა აყვათ ასეთ რაღაცეებს. ადამიანმა გულზე უნდა ატაროს ჯვარი ბავშვები. და უფლის ერთ-ერთი მცნება ეს არის, რომ არა იპარო. და შენ გინდა რომ მოპარვა და ქურდული ვარსკვლავი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. ხო, არ დაინტერესდეს ეგ რა. არ უნდა დაიხატო. თუ ღვთის მოყვარე ხარ და ქრისტიანობა გინდა, არ უნდა დაიხატო და.
ჭონაზე წასვლა არ შეიძლება და რატომ? როგორ არ შეიძლება ჭონაზე წასვლა? ნეტა ნახოთ ხოლმე ჩვენ როგორ დავდივართ აღდგომა დღეს. თქვენაერი პატარა გოგო ბიჭები, კალათებით, სიმღერებით, გალობით. ჩვენი უბნელები მას დოს გამოვიდა სალამის გიტარას და უკრავ. რატომ არ შეიძლება ჯვარი, რატომ უნდა იყოს ჯვარი მაისურის შიგნით და არა გარეთო? ეხლა მაგალითად ეს არის სამღვდელო ჯვარი, რომელიც შესამოსლის გარედან უნდა იყოს, მაგრამ მე მიკეთია პატარა ჯვარი შიგნიდან, რომელიც არ ჩანს. იმიტომ რომ ის ჯვარი, ჩვენი პირადი ჯვარი, ეს არ არის არც სამკაული, არც რაღაც, ეს უნდა ეს შენ გიცავს. ეს შენ გიცავს. და სამღვდელო პირს გარედან ჯვარი იმიტომ უკეთია, რომ მას ეტყობოდეს, რომ ის მღვდელია. გესმით? მაგრამ ჩვენ შიგნიდან უნდა გვეკეთოს. მე სანამ მღვდელი გავხდებოდი, ეს შიგნით ჯვარი განა არ მეკიდა. მქონდა, მაგრამ ის მაისურის შიგნით იყო. კი არავინ არ იცოდა როგორი ჯვარი მეკიდა. მეგობარმა რომ მაწყენინოს რატომ არ უნდა გადაუხადოთ სამაგიერო? იმიტომ რომ შენ ღირსეული ადამიანი უნდა იყო და სამაგიეროს გადახდა ღირსეული კაცის საქმე ნამდვილად არ არის. რა არის რწმენა? რწმენა არის უხილავის დაჯერება, რასაც თვალით ვერ ხედავ, მაგრამ იცი, ნამდვილად იცი, რომ ეს არსებობს. თუ იცით ვინ იყო საქართველოს პირველი პატრიარქი. სხვადასხვა ვერსია არსებობს, რამდენადაც მე ვიცი და ერთი ვერსიით ეს იყო იოანე ერქვა. თუ შეგიძლიათ მითხარით მეგობრებო, ეს დავიკითხეთ, ზიარება რას ნიშნავს? ზიარება ნიშნავს ქრისტეს სისხლთან და ხორცთან თანაზიარებას. ანუ ჩვენ პირველად რომ აზიარა ქრისტემ თავისი მოწაფეები საიდუმლო სერობაზე. უთხრა რომ მიიღეთ და ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი თქვენთვის განტეხილი, ანუ ჯვარზე რო გაეკრა ქრისტე. მისატევებელად ცოდვათა. შემდეგ იგივე უთხრა სისხლთან დაკავშირებით, რომ და როდესაც ჩვენ წირვას აღვასრულებთ, ღვინო და პური გარდაიქმნება ქრისტეს უხრწნელ სისხლად და ხორცად. და ამას ადამიანები ეზიარებიან, ჩვენში ქრისტე შემოდის, ჩვენში უკვდავება შემოდის. და ნელ-ნელა ადამიანი განიწმინდება და საბოლოოდ ღვთისმადლით უნდა განიღმრთოს. ესე რომ ეცადეთ, რომ ხშირად ეზიაროთ. მამაო, ერთი კითხვა მაქვს. ეს გამეორდა შეკითხვა და იმიტომ აღარ წავიკითხე. ვინ შექმნა მიწა? მიწა და საერთოდ რასაც ხედავთ, 4 სტიქია არსებობს, 4 მთავარი სტიქი. მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი. აი ამ 4 სტიქიისაგან არის ყველაფერი, რასაც ხედავთ შექმნილი. გესმით? ჩვენი სხეულიც მათ შორის, ჩვენი სხეულიც, ჩვენში არის მიწაც, არის წყალიც, არის ჰაერიც და არის ცეცხლიც. ახლა ცეცხლი რო გაგიკვირდა. შენი სისხლი არის თბილი და რა ათბობს? აი ეს ცეცხლი ათბობს, რომელსაც შენ ვერ ხედავ. თუ რანაირად შეიძლება ადამიანს ყოველთვის აი მაგალითისთვის ვიტყვი, ჩვენი სისხლი ხო არის 30 ჩვენ აი რო ამბობენ ხოლმე რომ სიცხე მისცა, ანუ 37 გრადუსზე ავიდა, ხო? ისე 36 გრადუსი აქვს ჯანმრთელ ადამიანს ზამთარ ზაფხულ. წყალი რო 36 გრადუსზე გაათბო და ცეცხლი ჩააქრო, რა მოუვა? გაცივდება. და ჩვენი სისხლი რო არ ცივდება? ესე იგი ის ცეცხლი მუდმივად ანთია. ეს უფრო ძალიან გასაგებ ენაზე რო ვთქვა. ხო, რაღაცა მე ანთება ხდება და ორგანიზმი უფრო ცხელდება. რა არის სიყვარული? ნუ სიყვარული ძალიან ისეთი, წეგა ხო თქვით რომ ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული ბევრ რამეში ვლინდება, განსაკუთრებით კი თავგანწირვაში. შენ რომ სხვის გამო რაღაცას მოითმენ და გააკეთე.
უფალი ამბობს სახარებაში წერია ასეთი რამ. იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, ვისაც შეუძლია თავისი მოყვასისთვის თავი გაწიროს. აი ეს არის ყველაზე დიდი გამოვლინება ჩვენ შემთხვევაში სიყვარულის. აი მაგალითად სამშობლოსათვის თავდადებული გმირები. მათ ისე შეიყვარეს თავისი სამშობლო, თავისი სამშობლოში მცხოვრები ადამიანები, რომ მათთვის თავი გაწირეს. აი ეგ არის სიყვარული. ყველა უყვარს, კი. შეიძლება რომ ხელზე ჯვარი დავიხატოთო, ჯვარი გულზე უნდა გვეკიდოს. მხოლოდ ჩემმა მეგობარმა თქვა, რომ აღსარების ჩაბარება მხოლოდ მონანიება არისო. ვერ გავიგე რას გულისხმობთ, მაგრამ როდესაც ადამიანი რაღაცა ცოდვას ჩაიდენს, უნდა ნანობდეს ამას და უნდა ღვთის წინაშე მოძღვართან ერთად აღიარებდეს თავის ცოდვას. მიხარია თქვენი ნახვაო, დიდი მადლობა. რა არის ცხოვრებაში, რომ მთავარი რა არის ცხოვრებაში? ცხოვრებაში მთავარი ის არის, რომ ადამიანმა ღმერთი იპოვოს თავისი შემოქმედი და მისი სიტყვისამებრ იცხოვროს. აი ეს არის ყველაზე მთავარი. ეს ძალიან კარგი შეკითხვაა, ბავშვო. ყველა, მაგრამ აი რაღაცას უცბად, იმიტომ რომ ეს უშუალოდ თქვენს ურთიერთობებს ეხება. თუ მეგობარს რამე შეეშალა, როგორ უთხრათ ისე, რომ გული არ ვატკინოთ? იცით რა, ზოგიერთ შემთხვევაში ჯობია საერთოდ არ უთხრა. ზოგიერთ შემთხვევაში ჯობია საერთოდ არ უთხრა. შოთა რუსთაველი, გაგონიათ ვეფხის ტყაოსანი. იქ არის ასეთი სიტყვები. მიბრძანა თუ გონიერი ხამს აროდეს არაჩქარდეს. ანუ გონიერება ისაა, რომ არაჩქარდე, შენ რომ გეწყინა, არ გამოხატო. სოლომონ ბრძენი ამბობს, რომ გონიერი მალავს წყენას, ბრიყვიო წამში ამხელს თავის გაბრაზებას და გონიერი მალავს წყენას, რომ გეწყინა. ზოგჯერ ჯობია რომ არ თქვა საერთოდ. მაგრამ თუ იტყვი, ისე უნდა უთხრა იმ ადამიანს, რომ ისი პიროვნება არ შეურაცხყო. აი მაგალითისთვის ვიტყვი, შენ რა ქვია? გიორგი. აი დავუშვათ გიორგიმ რაღაცა მაწყენინა, არ ვიცი, რაღაც მომატყუა. მე კი არ უნდა მივიდე და კი არ უნდა უთხრა, გიორგი, შენ მატყუა რა ხარ მეთქი. ეგ ნიშნავს, რომ მისი პიროვნება მე შეურაცხყავ. არამედ უნდა უთხრა, რომ გიორგი, ჩემო მეგობარო, შენ რაც მითხარი, ეგ მე როგორც ვხვდები, ტყუილი გამოდგა. გესმით? და იქნებ სულაც არ იცოდა გიორგიმ, რომ ტყუილი მითხრა, იქნებ იმასაც მართალი ეგონა. და თუ იცოდა და მაინც მითხრა, მაინც ესე ჯობია რომ უთხრა, ვიდრე ის რომ შენ მატყუარა ხარ. იმიტომ რომ როდესაც გვეუბნებიან რომ მატყუარა ვართ, რაღაც შეურაცხყოფილად გძნობ ჩვენს თავს. ამიტომ ჯობია რომ მისი პიროვნება არ შეურაცხყო. ან საერთოდ საუბარში ვიღაცას ესაუბრების, თუნდაც ეკამათები. შეიძლება ის აზრი რაც მან თქვა, არ მოგწონს, მაგრამ მისი ის პიროვნება, ვისაც ეკამათები, ის არ უნდა შეურაცხყო. აი ისე უნდა თქვა შენი სიმართლე, რომ ის შეურაცხყოფილი არ დარჩეს. მადლობა. რა უნდა გავაკეთოთ, რომ სხვებს გული გაუხარო? ეცადე ის გაუკეთო, რაც შენ გაგეხარდებოდა. პატრიარქმა ხო თქვა, ეცადეთ, რომ ყოველდღე ერთი ადამიანი მაინც გაახაროთ. ადამიანი გამხარებელი უნდა იყოს. გამხარებელი. მაინტერესებს, ხო, ეს იყო უკვე. ღმერთი ჩვენს სურვილებს ყოველთვის ისმენს. ღმერთი ჩვენს სურვილებს ყოველთვის ისმენს, მაგრამ ყოველთვის არასრულებს. იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ გვაქვს ისეთი სურვილები, რომ ის რო ასრულდეს, კაი რამე არ გამოვა. ცუდი გამოვა. და ღმერთი თუ ხედავს, რომ ეგ სურვილი შენ
წაგადგება, სულიერათაც, ხორციელათაც უფრო კარგი გახდები, უფრო ბედნიერი იქნები, იმას შეგისრულებს. ამიტომ ჩვენ როდესაც უფალს რაიმე ვთხოვთ, უნდა ვთქვათ, უფალო, თუ ეს ჩემი სულისთვის კარგი იქნება, თუ ეს შენ მოგწონს, მე რომ ასე ვიყო, მაშინ შემისრულე ეს სული. და საბოლოო ჯამში რა თქვა? იყოს უფალო ნება შენ უკეთიცი რა არის ჩემთვის უკეთესი. ის კი არა რომ დაიჟინო რომ გინდა თუ არა ეს მინდა, გინდა თუ არა ის მინდა. აი მაგალითად დაუშვათ ბავშვი ავად გახდა. და რაღაც კონკრეტული საკვები არ ეჭმევა მას. ახლა რომ დაიჟინოს დედიკო გინდა თუ არა ეს მაჭამეო, დედა ხო არ აჭმევს მაინც. არ აჭმევს, იცი რატო არ აჭმევს? ზრუნავს და უყვარს და იმიტომ არ აჭმევს. დიახ, ჯანმრთელობა ეზრუნავს და თუ აჭმევს, ეს იქნება რომ ესე იგი დედა ცუდად მოექცა ბავშვს. ლანდების ოპერაცია გავიკეთე და ის თხევა შოკოლადის თხევადი საჭმელები მეჭმეოდა, მაგრამ ის კი რომ მინდა და მე აი ხა იგივე რასაც ოპერაციას გაიკეთე. რასაც შენ ამბობ. გლანდების ოპერაცია რო გაიკეთოს ადამიანმა და რო დაურეკოს თავის მეგობრებს, რომ ერთი კარგი მწვადი შემიწვით და მომიტანეთ. მწვადი თუ მიუტანეს, უფრო დაღუპავენ. ხო მართალი? არ შეიძლება. ღმერთიც ესე, ღმერთმა იცის რა გჭირდება და იმას გვაძლევს, რაც უკეთესია ჩვენთვის. ანგელოზები მართლა გვიცავენ, ანგელოზები მართლა გვიცავენ. თან მონათლულ ადამიანს ღმერთი უგზავნის თავის მფარველ ანგელოზს. თუ დაიფაროს. ადამიანს რა ახლოვებს ეკლესიასთან. რა ახლოვებს და ღვთისმცნებების ერთგულება. რაც უფრო მეტად ეცდები რომ ღვთის სიტყვა შეასრულო, მით უფრო ახლოს იქნები ღმერთთანაც და ეკლესიასთანაც. ერთი დიდი მოძღვარი იყო, წმინდანია, წმინდა კვიპრიანე კართაგენელი. ის ამბობს, ვისთვისაც ეკლესია დედა არ არისო, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება. შენ უნდა ეცადო რომ ეკლესია შენ ეკლესიის შვილი იყო. დედა ეკლესია ხო ასე ქვია. ეკლესიასთან ეკლესია ვინ არის? ჩვენ ვართ ყველა ეკლესია. ყველა მონათლული ადამიანი ვართ ეკლესიის ნაწილი. ვერ წავიკითხე. ჩემნაირი კალიგრაფია აქვს ვიღაცას. მოკლედ აზრი გამოვიტანე რომ დიდი ხანიაო რაც გელოდებითო და ერთი კითხვა მოხდა მასწავლებლის გაბრაზება ცუდი საქციელია თუ არა? მასწავლებლის გაბრაზება აი კარგი საქციელი როგორ შეიძლება რომ იყოს? შეიძლება ჩვენი ბავშვური სიცელქიდან გამომდინარე მართლაც გაგვიბრაზდეს მასწავლებელი, მაგრამ ჩვენ რომ მიზანმიმართულად აი ვთქვათ რომ მოდი ახლა მასწავლებელი მინდა გავაბრაზო, ეგ ძალიან ცუდი რამე. მოეკეცით მასწავლებლებს ისე როგორც დედას მოექცეოდით. თუ გინდათ რომ მასწავლებელი ისე მოგექცეთ როგორც შვილს. და მასწავლებელმაც პირიქით. აბა წარმოედგინე. ახლა დავუშვათ სახში რომ მიხვალთ. დედა რომ თავისი სამუშაოდან სადაც მუშაობს, განერვიულებული, გაბრაზებული, ნაწყენი მოვიდეს სახში. მოგეწონებათ ეგეთი დედის დანახვა, და ის მასწავლებელი ვიღაცის დედა ხო არის და რომ მივიდა თავის შვილთან სახში, არც შვიდათ არ არის და განერვიულებულია. იმ ბავშვს მოეწონება ესა? ხო და აი რაც თქვენ არ გინდათ რომ გაგიკეთოს სხვა ადამიანო, ნუ ჩვენ გავუკეთებ სხვას, კი ბატონო. რამდენიმე შეკითხვა იყო რომ ერთი შეკითხვა იყო სიბნელის მეშინიაო და რა ვქნაო. არა უშავ გადაივლის ეგ შიში.
თუმცა წმინდა პაისი ათონელი ასეთ რამეს ამბობს, რომ აი ესე შიში რო გაედო, შიში ისეთი რამეა, რომ თუ გაიქცევი, გამოგეკიდება. და შენ თუ გაეკიდები, გაიქცევა. და ის დადიოდა ხოლმე სასაფლაოებზე, ღამით, სიბნელეში. რომ ეს შიში გაეგდო იქიდან და შიში წავიდა. შენ თუ ადგები და განგებ სიბნელეში ივლე, ის შიში გაიქცევა. მაშინ თუ მოიბუზები, კიდე შეგეშინდები. ო, ძალიან კარგი. მასმე მე ყავარამე პირველ მერცევნე დამცავი ჯასვიზე მე შენ ისე რომ იკეთია ჯوار კვაცი და ისო საშიში და შემოსდეთ კომილიო და უნდა ილოცოთ ხოლმე და ისე დაიძინოთ. ღმერთმა იცის ჩემი ოცნებებიო, ღმერთმა ჩვენი არა მარტო ოცნებები იცის. არამედ ისიც იცის თუ ჩვენ თუ იმესთვის ცუდი რამე ჩავიფიქრეთ. ჩვენი გულის ფიქრები იცის ღმერთმა. ისე რომ ჩვენ უნდა ფრთხილად ვიყოთ, რამე ცუდი არ ვიფიქროთ. ღმერთმა შექმნა და ჩვენ და მამაჩემს აჩუქა. ადამიანს რა ახლოვებს ღმერთთან? აი ხა უცბად რაც გამახსენდა, ყველაზე მეტად ადამიანს ახლოვებს სიმდაბლე, თამდაბალი როა. არავიზე მეტი რომ არ გონია თავისი თავი. და სიმდაბლით და მორჩილებით რო ცხოვრობს. ღმერთი ქართველიაო, ღმერთს ეროვნება არ აქვს ბავშვო, ღმერთმა შექმნა ყველაფერი რაც არსებობს და მაშინ ეროვნებაც არ არსებობდა. ეს ეროვნება და სხვადასხვა ხალხები იცით საიდან მოდის? აი როდესაც შინყარის ველზე დიდი გოდოლის აშენება უნდათ. ღმერთმა დაინახა მათი ამპარტავნული ჩანაფიქრი და ენები შეურია მათ. იმას ბაბილონის გოდოლი ქვია მე. და იქიდან ეს ხალხები სხვადასხვა ადგილზე დანაწილდნენ და ჩამოყალიბდა სხვადასხვა ენა, სხვადასხვა ხალხი, სხვადასხვა ეროვნება და ასე შემდეგ. არის თუ არა ბერობა რთულიო? მე ბერი არ ვარ, მე ოჯახი მყავს და რაც არ გამომივლია, იმაზე ვერ გეტყვით. თუმცა ადვილი რო არ არის, ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ ახლა დანარჩენს ვერაფერს ვერ გეტყვით. რატომ არ უნდა ვთქვათ ტყუილიო? ტყუილის მამა არის ეშმაკიო, უფალი ამბობს. როდესაც ადამიანი ცრუობს, ესე იგი ეშმაკის საქმეს აკეთებს. მადლობა. ზოგი გავარჩიე, ზოგი ვერ და ვინ გინდოდათ გამოსვლაო, რომ გამოსულიყავი? რა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა რამ მინდოდა და ნენელა შეიცვალა მე აზროვნება. ერთი პერიოდი ფეხბურთელი მინდოდა რომ გამოსულიყავი. მაგრამ კიდევ კარგი არ გამოვიდა ჩემგან ფეხბურთელი. იმიტომ რომ აბა ჩვენს ნაკრებს ისედაც უჭის და კიდე მე რო დავმატებოდი რაღა იქნებოდა. როგორ უნდა გავახაროთ ყოველდღე მასწავლებლები. თქვენ უნდა გაახაროთ იმით, რომ ერთმანეთი გეყვარებათ. არა, სწავლა გასაგებია, მაგრამ სწავლაზე მეტი ის არის, ერთმანეთი რო გეყვარებათ. აი ეგ არის პირველი. ერთმანეთი რო გეყვარებათ. ეხლა მე არ ვიცი თქვენი მასწავლებლებით ალბათ ასე ფიქრობენ, მაგრამ მე ჩემს მოსწავლეებზე რო გითხრა. ყველაზე მეტად ის გამეხარდება ერთმანეთთან რო დაძმორად იქნებიან. ის გამეხარდება რომ ღირსეულად მოიქცევიან და მესამე ის რომ თან კარგად ისწავლიან. გესმით? ანუ პირველი ის რომ ერთმანეთი ეყვარებათ, მერე ის რომ ღირსეული ადამიანები იქნებიან და მერე მოსიყვარულე და ღირსეულ ადამიანს თუ ცოდნა აქვს, ეს ხო საერთოდ წინვალება. მაგრამ უსიყვარულო ადამიანს თუ ცოდნა აქვს, აი ამ ცოდნას გამოიყენებს იმისთვის კი არა ვიღაცას სარგებელი მოუტანოს, პირიქით ვიღაცას საქმე გაუფუჭოს. საბოროტოდ გამოიყენებს. ამიტომ ამბობ რომ მაცადე საყვარელი მე შენზე ჭკვიანი ვარ. თუ უღირს და უზნეო ადამიანს ცოდნა აქვს, ეს საშიში ამბავი.
იმიტომ თქვი რომ ჯერ ღირსება უნდა გქონდეს და მერე ცოდნა. პირიქით რო იყოს ეს ცუდი. აი იგივე რაც ეხლა შენ. შეიძლება ვიღაცამ ბევრი რამე იცის, მაგრამ სხვებს დასცინის იმის გამო რომ არ იცის. და წმინდა წერილში ასეთი სიტყვები წერია, მოციქული პავლე ამბობს. მეცნიერება განალაღებს და სიყვარული აღაშენებს. ანუ შენ შეიძლება ბევრი იცი, მაგრამ ამითი შენ ამპარტავანი შეიძლება გახდე. მაგრამ თუ გიყვარს, ამითი შენ აუცილებლად სარგებელს მოუტან სხვას. სასიყვარულო და სამადლობელ წერილებს ჩუმად წავიკითხო. მადლობთ რომ ეგრე გინდოდათ ნახო. თუ რამე კარგს გეტყვით, მადლობა უფალს ამ ყველაფრისათვის და მადლობა თქვენს მასწავლებლებს რომ ჩვენი შეხვედრა შედგა. როგორ გავიგო რომ სწორად ვიქცევიო. იცით რა არის? არსებობს საბავშვო სახარებაც, საბავშვო ბიბლიაც. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ და როგორც იქ იქცევიან ადამიანები, არა, ღმერთი ამბობს რომ ეს კარგად მოიქცა. მიბაძოთ იმათ და ისე მოიქცეთ. და კიდევ იმით გაიგებ რომ როგორც შენ გინდა რომ მოგექცეს, ეგრე მოეკეცი სხვას. ეს ოქროს წესია. ყველაფერზე მოქმედებს. რა უნდა გავაკეთოთ, როცა ვინმეზე გავბრაზდებით? სანამ გაბრაზებული ხარ, ნურაფერს ნუეტყვი. ეცადე რომ დამშვიდდე და მერე უთხრ. როცა ვტირი ღმერთი ხედავსო, ღმერთი ყველაფერს ხედავს. მაგრამ რა არის იცით? აი წეგან ხო ამბობდით რომ ბავშვი რო ავათარი დედა არ აჭმევს იმ საჭმელს რაც თვითონ უნდა, იმიტომ რომ შეიძლება დააზიანოს. მე პატარაობისას ერთხელ ავად გავხდი და იცი რამდენი ნევსები 80 ნევსი გამიკეთეს. და ეხა დედა ხო ხედავდა რომ მე ტიროდი, მაგრამ იმ ნევს მაინც ხო მიკეთებდა. გესმით? შეიძლება მე ვტირი, მაგრამ ეს ჩემთვის საჭირო იყო მაშინ. როგორ? უნდა დავძლიოთ, ხო, უნდა რა მოვითმინ. ან მეცი რისი თქმა მინდა, ჩვენ თუ ტირი ვარ და ვიცით რომ ღმერთი გვიყურებს, ჩვენ კი არ უნდა ვიფიქროთ რომ ტირი ვართ, რატო არაფერს აკეთებს, რომ მე აღარ ვტიროდ. ზოგჯერ ის რაღაცა მწარე წამალია ჩვენთვის საჭირო. გაუყოთ აბა. მე ცუდად ვიყავი ის ნევსზე მიკეთებდნენ. რა არის ბედნიერებაო? ბედნიერება არის ის, რომ ჩვენში არის ბავშვებო, ყველა ადამიანში არის სინდისი. აი სინდისი რომ შენ არაფერში არ გამხელს და გეუბნევა, აი ახლა აქ კარგად მოიქეცი. აი კარგი გააკეთე რომ ვიღაცას დაუთმე. იქ კარგი გააკეთე რომ ვიღაცას დაეხმარე, რომ სიმართლე თქვი, რომ ესე იგი ადამიანი გაახარე და შენ შიგნიდან გახარებული ხარ ამის გამო. მაგრამ ბედნიერი ვერ იქნები, თუ სინდისი გეტყვის, ის რომ მოიპარე რაღაცა, ეგ არ უნდა მოგეპარა. იქ რომ ტყუილი თქვი, იქ რომ ცუდი სიტყვა თქვი და შენ შიგნიდან გამხილებს შენი სინდისი, მაშინ ბედნიერი ვერ იქნები. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ყველა ბავშვი და მშობელი ბედნიერი იყოს? ჩვენ ყველამ უნდა ჩვენ სინდის უსმინოთ და შეძლებს რომ ბედნიერი იყოს. იმიტომ რომ ჩვენი ბედნიერება, ბავშვებო, ჩვენს გარეთ კი არ არის. აი შენ რას ჩაიცავ, მაგაში კი არ არის ბედნიერება. როგორი ტელეფონი გეჭირება, როგორ სახლში იცხოვრებ, ეგ არ არის ბედნიერება. შეიძლება ძალიან ძვირფას სახლში ძალიან უბედური ადამიანები ცხოვრობდნენ. და შეიძლება ღარიბულ სახლში ბედნიერი ხალხი ცხოვრობდეს. მე სულ უყვები ხოლმე ბავშვებს და თქვენც მოგიყვებით. აი წარმოიდგინეთ, რომ გაიაროთ ახლა და დაინახოთ, რომ ერთი მოხუცი ადამიანი რაღაცას ეძებს. არ მიეხმარებით? ხო და ეგრე ერთი მოხუცი კაცი რაღაცას ეძებდა. აი თქვენაირი საყვარელი ბავშვები მიდიან და ეუბნებიან, რომ პაპიო, რას ეძებო და რაღაცა დამეკარგაო და მოდიო ბიჭებო, გოგოებო, მივეხმაროთო, კი გვეჩქარება, მაგრამ ცოდვა მოხუცი კაცია, თან ახლა მოხუცებს ხო ცოტა თავთ აკლდებათ ხოლმე და ვეღარ ხედავენ და დაიწყეს ძებნა, კარგახანი ეძებენ და ეკითხებიან, რო ვერ იპოვეს. პაპი, იქნებო სხვაგან დაგეკარგაო და აქ რო ეძებთო და კიო შვილო, აქ კი არაო, შიგნით ოთახში დამეკარგაო.
და მე აქ რატო გაძებნინებო, გავუკვირდა. თუ შიგნით დაგივარდა რაღაც აქ როგორ ვიპოვითო და ამ პაპამ უთხრა რომ განა თქვენ ეგრე არ ახართ შვილებო. თქვენო ბედნიერებაო. შიგნით გულში გაქვთო და გარეთ რატო ეძებთ იმ რაღაც ნივთებში და რაღაცეებში. ბედნიერება არის ჩვენ სინდისთან სწორ ურთიერთობაში, ღმერთთან სწორ ურთიერთობაში. აი, არის ბედნიერება. და ზოგჯერ სკოლაში რომ ხდება ხოლმე ერთმანეთს დასცინიან, ამას ესეთი ტელეფონი აქვს, იმას ისეთი ჩასაცმელი აქვს. ეგ ნიშნავს, რომ ადამიანი საერთოდ ვერ ერკვევა სად არის. რა, ვისაც კარგი ტელეფონი აქვს, ის უფრო მაგარი ბიჭი და მაგარი გოგოა? ხო არ არის ეგ? ხო, შეიძლება სულაც შეიძლება ის მოწყენილია და არ არის გახარებული სხვა მედნიერულობს. ეხლა შეიძლება აი თქვენ მშობლებს სხვადასხვა საფიქრალი აქვს და სულაც არ ფიქრობენ იმას, რომ მაინც და მაინც კარგი ტელეფონი გიყიდონ. ყველას ერთნაირი შესაძლებლობა ხო არ აქვს. და ეხლა ვის მშობელსაც ცოტა მეტი აქვს შესაძლებლობა და თავის შვილს კარგი ტელეფონი უყიდა, რა ამ ტელეფონმა ის ბავშვი უკეთესი გახადა? ოშე. დაო ვაჟკაც. მაგრამ მაინც აქვს შესაძლებლობა რომ იყოს წასწრები და რაც ძიდა. კი ბატონო. ანუ სიმდიდრეში და სიღარიბეში არ არის არც ადამიანის ღირსება და არც ბედნიერება. შეიძლება ადამიანი ღარიბულად ცხოვრობდეს, მაგრამ ღირსეული ადამიანი იყოს. რა? ადამიანი შეიძლება ო, შეიძლება. ახალ ტელეფონსაც აყიდულებენ, მე თავისი ძველი ტელეფონია, მაგრამ მე პატრობელი ვარ ის ახალი ტელეფონი მაინც ამაქვს. არა, ახალი ტელეფონი რატომ არ უნდა ვთქვათ ცუდი სიტყვა? ადამიანის გული როგორიც არის, ისეთ სიტყვებს ლაპარაკობს. ეხლა მე თუ ამ კალათას გადმოვაპირქოებ, რა გადმოიყრება? ანუ რაც შიგარის, ხო? ჩვენი გულიდანაც ის გამოდის, რაც ჩვენს გულშია. თუ ვინმე ცუდ სიტყვას ამბობს, ეგ ნიშნავს იმას, რომ მის გულში რაღაც სიბინძურია. აი მაგალითად რო ვთქვათ, აი ქვავს რო თავსახური ახადო. თუ შიგნით გემრიელი საკვებია, გემრიელი სუნი ამოვარდება, ხო მართალია? მაგრამ თუ შიგნით გაფუჭებული საკვებია, ბრალი სუნი ამო. ადამიანის ბაგეებიც ეგრე, ჩვენ რო პირს გავაღებთ, თუ ცუდი სიტყვები ამოდის, ესე იგი ჩვენს გულში რაღაც გაფუჭებული. კი ბატონო. ჯვრის სამაჯურებს ვინ აკეთებსო? რა ვიცი, სხვადასხვა ადამიანები, იუველირები. რომელი საგანი გიყვარს ძალიანო? რა ვიცი, სკოლაში მიყვარდა ხოლმე თქვენ დროს ხო ეხა მე მგონი სპორტი ქვიათ, ჩვენ დროს ფიზკულტურა ერქვა ხოლმე და ჩვენ დროს კიდე შრომას სწავლობდით ხოლმე. აი გორი განსაკუთრებით მიყვარდა, იმიტომ რომ სწავლა არ ჭირდებოდა. ოღონდ ეხლა ბევრს ნანობ ხოლმე იმის გამო, რომ აი მაშინ რაც შემეძლო მესწავლა, ეხლა რო ვიცოდე, ბევრად უფრო კარგი იქნება. ცხოვრებაში გამომადგებოდა. ეხლა ნანობ, მაგრამ ეხლა რაღა აზრი აქვს. ამიტომ თქვენს რომ არ ინანოთ, თქვენ ეცადეთ, რომ უფრო მეტი შეიმეცნოთ. ადამიანი რომ ქუჩის ბიჭი გახდეს, რა მოუვაო? სამწუხაროდ კარგი არაფერი. ქუჩის ცხოვრება, ქუჩის ბიჭობა, კარგი არაფერი არ არის. დასასრული ძირითადად ყოველთვის არის ხოლმე ძალიან ცუდი. ან პატიმრობა, ან რაღაც ესეთი განსაცდელები.
რას ნიშნავს იყო კარგი ადამიანი და როგორ გავაკეთო მეტი სიკეთე ყოველდღიურ. ეცადე დაინახო ყოველდღიური საჭიროება, თუ ვინმეს რამე ჭირდება შენს გარშემო. და რითიც შეგიძლია მიეხმარე. ვიღაცა შეიძლება ბევრი არაფერი შეეძლოს და მხოლოდ შეეძლოს რომ თბილი სიტყვა უთხრას, მაგრამ იმ ერთმა სიტყვამ ადამიანი შეიძლება გააცოცხლოს. იმედ დაკარგულ ადამიანს იმედი ჩაუსახოს და ასე შემდეგ. როგორ მოვიქცე თუ მეგობარი დამცინის და ჩაგრავსო. მეგობარი არც დაგცინებს და არც დაგჩაგრავს და თუ ვინმე დაგცინის და ჩაგრავს, ეგ შენი მეგობარი არ ყოფილა. მაგრამ მაინც ეცადე რომ თუ შეძლებ სამაგიერო არ გადაუხადო. პირიქით სიკეთით გადაუხადო. აი მაგალითად ყინულს სიცივე უფრო გაალღობს თუ სითბო. ხო და მისი ცუდი საქციელი ყინულს უფრო გავს თუ სითბოს. ყინულს ცუდი საქციელი ყინულს გავს და შენ თუ გინდა რომ ის შეიცვალოს, შენ სითბოთი უნდა გაალღო. ახლა ჩვენ თუ ვიტყვით რომ ის ცუდად მომექცა და მე კარგად მოვეკეცი და მაინც არ გალღვა, ესე იგი რა, ესე იგი კიდევ უფრო მეტი სითბო ჭირდება. და აუცილებლად გავღვევ. შენი მეგობარი აბა როგორ გამოდის თუ დაგჩაგრავს და თუ დაგცინე, ამ ტრათას ნუ ჩათვლით. ტრათ ნუ ჩათვლით. მაგრამ ეცადეთ რომ თქვენმა სიკეთემ გადაფაროს მისი ცუდი საქციელი და ნახავთ რომ შეიძლება საუკეთესო მეგობარი გახდეს მომავალში. მოგვიყევით რაიმე თქვენს ბავშვობაზე. რა ვიცი, ისეთი არაფერი მახსენდება. ერთი ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, არაფრით გამორჩეული, ერთი ის მახსოვს, რომ ფეხბურთი ძალიან მიყვარდა და სულ ფეხბურთს თამაშობდით ხოლმე. სასაცილო მოგიყვეთ? რა ვიცი, აბა ესე არ მახსენდება. არა, ეგრე მეძახიან ხოლმე, მასო და მე ხო სკოლაშიც ვასწავლი ბავშვებს და ხან ერთხელ ვეუბნები რომ მე ხო მამა უცვარ მეთქი, სულ მას რომ ეძახი. დიახ, მამაო, მასო. დიახ, მამაო, მასო. თქვენი შეკითხვები ამოიწურა. ისე ხო არა გაქვთ სურვილი რამეზე ვისაუბროთ? ან ხო არ გამომრჩა რამე? არა. მაშინ კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გიხდით იმ ადამიანს ქალბატონ ლალის, რომელიც არის კი ვერ დავიმახსოვრე. თქვენ და ყველა იმ მასწავლებელს, ბავშვებს, ვინც ისურვებთ, რომ მე აქ მოსულიყავი და ჩვენ ერთად რაღაცაზე გვესაუბრა. თუ რაიმე ისე ვერ გიპასუხეთ, როგორც თქვენ უფრო მოგეწონებოდათ, ამ ქალაქში უამრავი კარგი მოძღვარი არსებობს, შეგიძლიათ რომ მიხვიდეთ, შეეკითხოთ, მოусმინოთ და გაითვალისწინოთ. მადლობთ ყურადღებისთვის.